დღეს არ აქვს ვიტამინებს, რომელსაც გადანიშნულება აქვს და ასე შემდგომ, მაგრამ ზოგადად წარმოგვიდგენა რომ გქონდეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ვიტამინები არიან კატალიზატორები, ანუ ხელს უწყობენ ენერგიის გამომუშავებას და ასევე იმ ნივთიერებების დაშლას, რომელთაც შეიძლება მათი რაოდენობა დღიურად ძალიან მცირეა, რაც ჭირდება, მაგრამ არ არსებობა იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. და ასევე ზედმეტი რაოდენობით მიიღება. ორი სახის ვიტამინი არსებობს, ესენი არის წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი. წყალში ხსნადი ვიტამინები არის B და C. მათი დიდი რაოდენობით მიიღება იდეაში პრობლემა არ არის, იმიტომ რომ თუ მივიღებთ თქვა დიდი რაოდენობით, შრადის სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან, მაგრამ ცხიმში ხსნადი ვიტამინების მიღება არც ისე სასურველია და ესენი არის A ვიტამინი, D ვიტამინი, E ვიტამინი და K ვიტამინი. მოკლედ მარტივად გავხსნათ, ყველაფერი თუ წავიდეს იმ სიჩქარით, იმ თანმიმდევრობით, როგორთაც უნდა წავიდეს, ვიტამინები და მინერალები არის აუცილებელი.